დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები იუსტიციის მინისტრმა შეაფასა თეა წულუკიანი კვლევის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირზე. ნათია გოგსაძე ესაუბრა თეა წულუკიანს, ნათია კისნაძე. თეა წულუკიანმა კატეგორიულად უარყო რაიმე ტიპის ურთიერთობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მას არავითარი კონტაქტი, მათ შორის არც სატელეფონო საუბარი არ ქონია ბიძინა ივანიშვილთან, ასევე გამორიცხა ისიც, რომ ყოფილ პრემიერთან მიმდინარეობდა ფარული შეხვედრები და რომ ამ ფარულ შეხვედრებს ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც. მე არ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად მართავს ამ ხელისუფლებას, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როგორც კი ის გადადგა იმ დღიდან მოყოლებული, მე მასთან არამც თუ შეხვედრა, არამც თუ რაიმე ტიპის ინსტრუქცია მისგან არ მიმიღია, სატელეფონო კონტაქტიც კი არ მქონია. ეს იმას მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტრო, ყველა სხვა სამინისტრო და საქართველოს პრემიერი არიან დამოუკიდებელი საქმიანობის პროცესში ჩართული და სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომ სადღაც ჩრდილოვან პირობებში ყოფილი პრემიერი კვლავ მართავს ქვეყანას, ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს. თეა წულუკიანი დღესვე გამოეხმაურა NDI-ის კვლევის კიდევ იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 60% მიიღებს, რომ კამპანია ეს შენგეხება არის ძალიან დროული, ანუ ფარული მოსმენები მიმდინარეობს ქვეყანაში, როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მოსმენებთან დაკავშირებით ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეგულაციები. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა პრემიერმა, როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს და აცხადებს იმასაც, რომ პრემიერის განცხადების თანახმად შეიძლება გავიგოთ ესე, რომ პარლამენტმა ძალიან მალე უნდა მიიღოს კანონი და რეგულაციები მოსმენებთან დაკავშირებით. მოსმენების სფეროში საქართველოს ჭირდება რეგულაციები. ამ რეგულაციების შესახებ შექმნილია კანონპროექტი, ამის შესახებ თავად პრემიერმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ და მან პირიქით მოუწოდა პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს რეგულაციების ეს საკითხი განხილული პარლამენტში, რათა ამას შეიძინოს კანონის ფორმა. ამიტომ ამ თემაზე არც კი შეიძლება მთავრობის შიგნით რაიმე სხვადასხვაობა არსებობდეს. ეს განცხადებები იუსტიციის მინისტრმა გააკეთა უწყებათშორისი კომისიის დასრულების შემდეგ. ის რამდენიმე რეკომენდაციითაც გამოვიდა და მიმართა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეიმუშაონ ქცევის კოდექსი, რომელიც გავრცელდება არა მხოლოდ პარტიის წევრების, არამედ პარტიის აქტივისტების მიმართ. ასევე იყო მისი მხრიდან კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საიმპიჩმენტო პროცედურები უნდა შეწყდეს. ამას გარდა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერია დღემდე იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თეა წულუკიანის ამ პრეტენზიას კომენტარი და განცხადება მოყვა თბილისის მერიის მხრიდან. ქალაქის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ საკუთარი წევრებისა და აქტივისტებისთვის ქცევის წესები 15 ივნისამდე ყველამ თავი უნდა შეიკავოს ყველანაირი ტიპის იმპიჩმენტის პროცედურისგან, არ მოხდეს ატესტაციები და კონკურსები. შევიმუშავებთ რეკომენდაციას დღის ბოლომდე ქალაქ თბილისის მერიისადმი, რომელიც როგორც კომისიის მონაწილე არასამთავრობო სექტორი გვეუბნება, აქტიურად იყენებს, უნდა იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსს. ჩვენ ამ შემთხვევებს სწავლობთ და თბილისის მერიას გავუკეთებთ რეკომენდაციას, რომ თუ კი ყველა, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლება მიჯნავს პოლიტიკურ პროცესს სახელმწიფოსგან და საჯარო სამსახურისგან, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერიამ და მოიქცეს იგივენაირად. თბილისის მერია არის ყველაზე ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო უწყება, რომელსაც ყველაზე ხშირი შეხება აქვს მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. მიუხედავად ამისა, არც ერთი არჩევნების დროს თბილისის მერიის მისამართით დასაბუთებული პრეტენზია ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების შესახებ არ არსებობდა. მიმდინარე არჩევნების პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თბილისის მერია მიუხედავად ხელისუფლების თუ საკრებულოს უმრავლესობის ხელშეშლისა, გააგრძელებს მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებას. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ გამოძიებულ იქნას დეპუტატ ნუგზარ ციკლაურზე მომხდარი თავდასხმა, ასევე რა პოზიცია უნდა ქონდეს ხელისუფლებას ხონის გამგებელთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც მორატორიუმია გამოცხადებული, რა რეკომენდაცია შეიძლება ქონდეს კომისიას ამ ფაქტებთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდა კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს, რომ მართველი ძალად მობს ყოველგვარ ძალადობას.
პროკურატურა არაფერს არ გვეუბნება ნუგზარციკლაურის ცემის და გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით და მოვითხოვე რომ შემდეგ კომისიაზე პროკურატურამ ამაზე გააკეთოს განმარტება რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. მეორე, როდესაც ჩვენ გვესმის რომ მორატორიუმია გამოცხადებული, ეხლა ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა გასდის ხონის გამგებელს, პროკურატურა შევა თუ არა კიდევ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოში ან და მოითხოვს რომ ეს ადამიანი გამოვიდეს გარეს და ისე გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, ეს იქნება ნამდვილი ტესტი იმისათვის კომისია არის თუ არა ქმედითი და შეეხება ბატონ ნუგზარციკლაურის ცემის ფაქტს. ამაზე ხელისუფლებამ გამოხატა მისი პოზიცია, რა თქმა უნდა არ მიესალმება, ასევე კონკრეტულად კოალიცია ქართული ესნება აღნიშნულ ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი ორგანოები, უწყებები იტყვიან თავის სიტყვას. უწყებათშორისი კომისიის ხმა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. იუსტიციის მინისტრი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები წინასაარჩევნო საკითხების განსახილვად რამდენიმე დღეში ისევ შეიკრიბებიან.